ბოლო 5 წელიწადში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, მხოლოდ 2025 წელს კი უკიდურეს გაჭირვებას თავი 90,000 ადამიანმა დააღწია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. რას უკავშირდება დადებითი ტენდენცია? სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას პრემიერი მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას კი უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად ქვეყანაში ისევ რჩება ოჯახები, რომელთა წევრებს სტაბილური შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სპეციალისტები მთავრობას სწორედ ამ მოქალაქეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. უკვე დაწყებულია სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმება. მონიტორინგის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი რესურსი სწორედ ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფებისკენ უნდა მიიმართოს. რეკომენდაციებით მიმართავენ ექსპერტები მთავრობას და რატომ არ არის დამაჯერებელი ახალი მონაცემები ოპოზიციისთვის. გვანცა ცისკაძე გიამბობთ. ტაქსტატის ეს დიაგრამა ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილებას ასახავს. მასზე ჩანს, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარსქვემოთ მოსახლეობის 30% იყო. 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდა. მხოლოდ ერთ წელიწადში ეს მონაცემები 2,3%-ითაა შემცირებული. საქსტატი ამ მაჩვენებლებს სხვადასხვა საერთაშორისო კრიტერიუმით ადგენს. მიზანია გაირკვეს მოსახლეობის რა ნაწილს უწევს ცხოვრება საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც ადამიანს აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზეც არ მიუწვდება ხელი. საქსტატის თანახმად ასეთ მდგომარეობას ერთ წელიწადში თავი 90,000 ადამიანმა დააღწია. სიღარიბე იანგარიშება აბსოლუტური სიღარიბეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც, როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოს. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1,120,000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280,000. აღნიშნულ მონაცემებს ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ სიღარიბის დაძლევაზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როცა ქვეყანას მოქალაქეები გამუდმებით ტოვებენ და მიზეზი სწორედ სიღარიბია. რა სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს 22,737 ბავშვმა დატოვა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რა სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, როდესაც სოციალურად დაუცველი სტატუსზე ევედრებიან ხელისუფალთ, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსი მოიპოვონ ადამიანებმა და მე ყოველდღიურად ამ აქ შეხვედრები მოქალაქეებთან ხშირად დავდივარ რეგიონებში და უნდა ნახოთ რა თუ რა მძიმე სიტუაციაა რეგიონებში და ესენი საუბრობენ სიღარიბის დაძლევაზე. სპეკულაციაში არიან. ყოველთვის ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ 2030 წლისათვის სიღარიბის მაჩვენებელი ნულთან მიახლოებული იყოს. ამის კონკრეტული დინამიკა სახეზე არის, როდესაც ყოველწლიურად ხდება სიღარიბის შემცირება. რამ გამოიწვია სიღარიბის შემცირება და რაც მთავარია, როგორ აისახა ციფრების ეს ცვლილება რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ შედეგებს ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ სიღარიბე ჯერ კიდევ დასაძლევია და უმთავრესი ამოცანა მისი სრულიად აღმოფხვრაა. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 13 მილიარდი ლარი, 13,3 მილიარდი ლარი. და დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ჩვენ არ შეგვიტანია ხო ბიუჯეტში. ეს გადასახადები შეიტანეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომელი ეკონომისტი გეუბნებათ იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ ეხება მოსახლეობას. ხო სისულელეა. ჩათვალეთ, რომ ვინც მაგას გეუბნებათ, ის არ არის ეკონომისტი. და საშუალო ხელფასი ბოლო 3 წელიწადში მარტო გაიზარდა საქართველოში 48%. ექსპერტების შეფასებით სიღარიბის მაჩვენებლის კლება ყველა მოქალაქეზე არ აისახება, როგორც სოსუ არჩვაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მილიონს მიუახლოვდა. კვლავ რჩება ოჯახები, სადაც არც ერთ წევრს არ აქვს სტაბილური, ხელფასზე დაფუძნებული შემოსავალი. ყოველ 100 შინაბრუნებაზე ესეთი პირების რაოდენობა არის დაახლოებით სადღაც 86-87. ანუ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პროცენტი ოჯახებისა, სადაც არც ერთ წევრს არ აქვს ხელფასის ტიპის ანაზღაურება. ანუ სწორედ ეს კატეგორია არის ყველაზე მოწყვლადი და ხელისუფლების სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი დანიშნულება არის, რომ სწორედ აღნიშნულ კატეგორიაზე იქნეს გადანაწილებული ეგრეთ წოდებული სოციალური ქოლგა.
ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა გადამოწმებას იწყებს. მთავრობაში განმარტავა, რომ პანდემიის პერიოდში ამ სფეროზე მორატორიუმი დაწეს და თუმცა დადგა დრო, რომ სახელმწიფოს დახმარება შეუწყდეს ადამიანებს, რომლებმაც სიღარიბე დაძლიეს. ექსპერტების თქმით, ის თანხები, რომლებიც ბაზების გადამოწმების შედეგად გამოთავისუფლდება სახელმწიფომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისკენ, მათ შორის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო პროგრამებზე უნდა მიმართოს. თუ ოჯახს, არამთლიანად ოჯახს, არამედ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი, ოღონდ ესაც არაერთჯერადად, არამედ ბოლო რამდენიმე, აი მაგალითად 3 თვის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი რომ გადამოწმებულიყო სრულყოფილად, ანუ ჩვეულებრივად სოციალური აგენტი რომ ისულიყო და სრულყოფილ გადამოწმებას დაქვემდებარებოდა ეს ოჯახი, ძალიან დიდი ალბათობით ამ ოჯახს არსებობს შემწეობის გაცემა ისედაც შეუწყდებოდა. ჩვენ ისეთ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომელიც ერთ მხრივ ღარიბსა და უქონელს დაიცავს გაჭირებისაგან და მას მისცემს არსებობის საშუალებას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ უნდა წავახალისოთ რიტყვიან სიზარმაცე, რომელიც იქნება მხოლოდ სახელმწიფო რესურსებზე ორიენტირებული და დაელოდება სახელმწიფოსაგან გაღებულ წყალობას. მისი გამოყენება მრავალი ნიშნით შეიძლება როგორც პირდაპირ მონეტარული წესით, ანუ დავეხმაროთ იმ კატეგორიას ფულადი ფორმით, რომელიც მართლა საჭიროებს დახმარებას და არამონეტარული ფორმით, როდესაც შევქმნით დამატებით პირობებს იმისათვის, რომ ადამიანმა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების ფონზე 2030 წლამდე საქართველოში სიღარიბის პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია.